გამარჯობათ, მოგესალმებით. შუა დღემშვიდობისა ყველას. დღეს არის აგვისტოს ომის დაწყების დღე, ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე და ამაზე ცალკე მაქვს მთელი რიგი ღონისძიებები და მექნება მიმართვა. თუმცა ამჯერად მინდა დღეს კარგად ჩავშალო თბილ სერვის ჯგუფის გაფიცვის საკითხი, ეგრეთ წოდებული მეზოვეების გაფიცვის საკითხი. ყველას მოგესალმებით, დავიცადოთ რამდენიმე წუთი, სანამ შემოგვიერთდებიან. ყველა, ვისაც აინტერესებს, რა ხდება თბილ სერვის ჯგუფის საკითხში, ეგრეთ წოდებული მეზოვეების გაფიცვაში. ყველას მოგესალმებით და დაველოდოთ, სანამ შემოგვიერთდებიან სხვები. მეგობრებო, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, იცით რომ ეს ჩემი არხი, პარტია ხალხისთვის არხი არის დამოუკიდებელი არხი. ჩვენი სოციალური ქსელით ვავრცელებთ ჩვენ ინფორმაციას, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. აქ იქნება მითითებული ზევით, ასევე მითითებული იქნება პარტია ხალხისთვის არხი. მოგესალმებით ლევან. გამარჯობათ. გამოიწერეთ, გააზიარეთ, გაავრცელეთ. ეს არის ჩვენი ერთადერთი წყარო თქვენთან კომუნიკაციის და სიმართლის მოტანის. პარტია ხალხისთვის, როგორც ყოველთვის, მუშაობს ხალხის საკეთილდღეოდ და დღევანდელი თემა ჩვენი ჩართვისა არის გაფიცვა თბილ სერვის ჯგუფში, ანუ ეგრეთ წოდებული მეზოვეების გაფიცვა. მოგესალმებით ბატონო ივანე, გამარჯობათ. ყველას მივესალმები, ვინც გვიერთდება და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ გამოვიწეროთ ეს ჩემი არხი. პარტია ხალხისთვის გამოვიწეროთ YouTube-ის არხით, Instagram-ით, ყველაფერი იქნება მითითებული ზევით, რომ ზუსტად იცოდეთ პირველ წყაროდან ჩემგან ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც ხალხს ეხება. სალამი ნათია, დილამშვიდობისა. გამარჯობა ყველას. მოკლედ, შეგვიძლია შევუდგეთ მე მგონი ჩვენს თემას. რა ხდება თბილ სერვის ჯგუფში? თბილ სერვის ჯგუფი არის სწორედ ის სახელმწიფო შპს, რომელიც ალაგებს ან უნდა ალაგებდეს ჩვენ ქალაქს, რომელიც ყრილს მარილს ქუჩებზე და რომელიც უვლის განათების თემებს და ასეთ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ქუჩებში. ამ ჯგუფში ძალიან დიდი ხანია არის პრობლემები და დავიწყებ იმ გაფიცვიდან, რომელიც დაიწყო გუშინ და ახლაც მიმდინარეობს. პირველი, მეზოვეები ითხოვენ ელემენტარულ სამუშაო პირობებს, მე ჩავთვლი რა პრობლემები აქვთ, ჩამოთვლი რა პრობლემები აქვთ მათ. და ისინი ითხოვენ მერი კალაძის მისვლას ადგილზე და ყველაზე დიდი პრობლემა აქ ამავე დროს ის არის, რომ კალაძე ცდილობს უბრალოდ გააშავოს ისინი გარედან ტელესიუჟეტებიდან არ მისულა ადგილზე, რომ რეალურად თვითონ გაცნობოდა სიტუაციას. აქ არის მთავარი პრობლემა. აქ არის ქალაქის მართვის მთავარი პრობლემა. ჩემზე კარგად იცით, ხალხნო, რემონტი ერთ სახლში. ადგილზე თუ არ მიხვედი და თუ არ ნახე სიტუაცია, ვერ მიიყვან დროზე და სწორად ელემენტარულ სამუშაოს სახლში და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება უზარმაზარ კორპორაციას. თბილ სერვის ჯგუფს, სადაც მუშაობს ათასობით თანამშრომელი. ადგილზე ჭირდება კალაძის მისვლა იქ და სიტუაციის ნახვა და არა ახლა, როდესაც გაფიცვა, არამედ მანამდე. ფიზიკურად უნდა იაროს მან იქ და რო ივლის, მერე ნახავს რაც ხდება და ეხლა მე მოგახსენებთ. პირველი, ჩვენ ხო მიაქვთ ნაგავი ქალაქიდან და ეს ხან რაღაცა წვენი, ხან რაღაცა უბედურება არის მანქანიდან რომ მოდის ხოლმე. ეს არის მანქანების გაუმართავობის ბრალი. მანქანების უმეტესობა ამორტიზებულია და ძველია და ამის შემოწმება ადგილზე ყველას შეუძლია. არა აქვთ ნორმალური სამუშაო პირობები მეზოვეებს, ხელთათმანები და ბათინკები. უსერიოზულესი საკითხია ეს. წარმოიდგინეთ ამ საქმეზე მუშაობა, რაზეც ისინი მუშაობენ. ხელთათმანების და ფეხსაცმელის სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე. ადგილზე რომ მიხვიდეთ, ნახავთ, რომ მათ არა აქვთ გამოსაცვლელი ადგილების საკმარისი და არა აქვთ საბანაო ადგილი საკმარისი.
იმიტომ რომ იქ მუშაობს ასეულობით ადამიანი და მხოლოდ რამდენიმე გამოსაცვლელი და საბანაო ადგილია. ეს არის ელემენტარული არაადამიანური პირობები, რასაც მე ვლაპარაკობდი. არა აქვთ ადგილზე მოსასვენებელი ოთახი, ანუ ჯგუფების ცვლა რო ხდება, ასეთ სიტუაციაში ადგილი, სადაც ეს ხალხი ერთი ცვლიდან მეორე ცვლაზე მოისვენებს, არ არსებობს და ამ პირობებში თქვენ უნდა ნახოთ რა არის, რა დღეშია მენეჯმენტი. ისინი შესულნი არიან, რა თქმა უნდა, კონდიცირებულ ოთახებში და კონდიცირებულ მანქანებში. აქ ხო ეს არის პრობლემა, რომ თუ დაწესებულებას უჭირს, მაშინ უნდა გაიჭიროს ყველამ თანაბრად. და ჩვენ ვნახავთ ორ სამყაროს. ერთ სამყაროს მშრომელი ხალხის მუშებისა, რომლებიც არიან ხელთათმანების გარეშე, ბათინკების გარეშე, კონდიცირების გარეშე, აბაზანოს გარეშე, გამოსაცვლელი ოთახის გარეშე, საკმარისი, რომლებიც არიან იმ ხელფაზე, რაც არიან 4 ლარი საათში, რომელთა დაზღვევაზეც აქვთ პრეტენზიები. და ამის მაგივრად თქვენ ნახავთ გაზულუქებულ მენეჯმენტს, რომელიც არის კონდიცირებულ მანქანებში, კონდიცირებულ ოთახებში, არ გამოდის გარეთ, არ ჯდება ამ მანქანაზე, არ იწუხებს თავს და რა თქმა უნდა აქვს მრავალათასიანი ხელფასი. ამაშია საქმე. და საქმე იმაშია, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ კალაძე მიდიოდეს და ეგეთ რაღაცეებს, როგორც მერი, ნამდვილი მერი, მივიდოდა ადგილზე და ნახავდა. მაგრამ ამ ხალხს, ამ მუშებს მერი არ ყავს. მეგობრებო, მერი ყავს იმ ხალხს, რომელიც მუშაობს ამ დაწესებულების მენეჯმენტში, რომელმაც მიიყვანა გაფიცვამდე და იქამდე, რომ უბნებით სავსე, ნაგვით სავსე უბნები გვაქვს ჩვენ ახლა და არა სიცოცხლით სავსე უბნები. გაიხედეთ გარეთ. მეორე, აბსოლუტურად დაუშვებელი ამ ხალხისთვის მუქარა. გაფიცვა არის კონსტიტუციით დაცული უფლება, მეგობრებო. კონსტიტუციით დაცული უფლება. და თუ არ გინდა რომ ხალხი გაიფიცოს, მენეჯმენტი უნდა ყავდეს ადგილზე ისეთი, რომელსაც ესმის თავისი თანამშრომლების პრობლემების და ელემენტარულ პირობებს ითხოვენ ისინი. და ამის საპასუხოდ, როდესაც მერი გამოდის და ერთხელ თავისი კარიერის განმავლობაში, როგორც მერი, ჩაიცმევს ამ ნარინჯისფერ ტანსაცმელს, ეს არის აბსოლუტურად უბრალოდ ჩვეულებრივი PR კამპანია. და ამ PR კამპანიას აფუჭებს ის ნაგვით გადავსებული ურნები, რომელიც რაც წარმოადგენს რეალობას. ადგილზე უნდა მისულიყო მანამდეც მერი და ახლაც უნდა მივიდეს და თავისივე თანამოქალაქეებს დაელაპარაკოს. სამწუხაროდ ისინი ემუქრებიან დღეს თანამშრომლებს, აშანტაჟებენ და იცით რა ქნეს, მოიყვანეს ავტობუსის თანამშრომლები და ისინი გაიყვანეს ნაგვის მანქანებით. რომ გაფიცვა არ გამოჩნდეს და რომ გამოაცხადონ, რომ თურმე თანამშრომლების ნაწილი დაბრუნდა ადგილებზე. ელემენტარული დიალოგი არის ამ შემთხვევაში აუცილებელი და არა მუქარა და შეურაცხყოფა ხალხის. კიდევ მადლობა ღმერთს, ამჯერად მე ვიყავი ადგილზე მისული და ნაციონალი ვერ გაბედა და ვერ მიწოდა ვერავინ. კიდევ კარგი. ვერ გაბედეს, თორე ხო ეჭვი ხო არ გეპარებათ, რომ საერთოდ არ ექნებოდა მნიშვნელობა ხალხი ხელთათმას ითხოვს თუ ელემენტარულ ბათინგს თუ სამუშაო პირობას. გავაგრძელოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილზე არის კორუფცია. მილიონობიდან, რომელიც გამოყოფილია თბილ სერვის ჯგუფზე, უმეტესი თანხები მიდის ვიღაცეების ჯიბეებში. ცალსახად ესეა და სწორედ ის ხელთათმანი და ბათინკი, რომელიც უკვე შეკვეთილი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ადგილზე, იმის ფული მოხვდა ვიღაცეების ჯიბეებში. დასკვნა, რომელიც გამოცემულია 2014-2015 წლებთან დაკავშირებით. აი ჩახედეთ იმ დასკვნას. აუდიტის დასკვნაში პირდაპირ წერია. 1000-ობით ლარის ბენზინი გამოწერილი იყო მანქანებზე, რომელსაც არ ჰქონდა ოდომეტრი. ანუ მანქანა ვერ აღრიცხავდა რა რაოდენობის ბენზინი დაიხარჯა. ხო წარმოიდგინეთ ახლა ვისთან წავიდა ეს ბენზინი. 1000-ობით ლარის ბენზინი წავიდა თანამშრომლების მანქანებში, მაშინ როდესაც მათ მივლინებები არ ჰქონდათ. ანუ აი ეს ბატონი ფაჩულია და მიქაუტაძე, რამდენიმე ადამიანი, რატომღაც მის ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე არ ჩანს თავის მოადგილეს რო უშვებს. იმის თავიც არა აქვს რომ გამოვიდეს და მედიას დაელაპარაკოს. ისინი მათი წინამორბედები ხარჯავდნენ ბენზინს უყაირათოთ და გასაგებია ხო ამ ეს ბენზინის ფული არის რომელიც მიდის მერე საკუთარ ჯიბეში. და სამწუხაროდ არავინ არ მიეცა ამის შემდეგ პასუხისგებაში. არავინ.
მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურმა ასეთი დასკვნა დაწერა 2014-15 წლებზე. უბრალოდ ხელმძღვანელობა გამოიცვალა. ანუ ჩანაცვლა ხელმძღვანელობა და კალაძემ თავის ხალხი მოიყვანა. მოიყვანოს ეს ხალხი, ოღონდ ამ ხალხმა საქმე გააკეთოს. ანუ აქ ადგილი აქვს კორუფციას და აუცილებელია ფინანსური პოლიციის შესვლა ადგილზე და პროკურატურის შესვლა ადგილზე, იმიტომ რომ ის ფული, რომელიც უნდა ჩვენი გადასახადებიდან, რომელიც უნდა მოხმარებოდა ამ მუშებს, აშკარად წავიდეს სხვაგან. იმიტომ არა აქვთ მათ არც ხელთათმენი და არც ბათინკი და არც და მანქანებიც არის აბსოლუტურად გაუმართა. საბოლოო ჯამში ვინ იხდის ამის ფასს? ამის ფასს ვიხდით ჩვენ, მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ეს გაზულუქებული ჩინოვნიკობა და ბიუროკრატია. მათი მანქანები, მათი კაბინეტები. ჩვენი გადახდილი გადასახადებით ნაგვის გატანის გადასახადი, ხო გაქვთ დასუფთავების გადასახადს, ხო ვიხდით? აი იმ გადასახადით უნდა გადიოდეს ახლა ეს ნაგავი. და ამის საპირისპიროდ ადამიანები დღეს გაფიცულები არიან, იმიტომ რომ ელემენტარული პირობები არ აქვთ. და მივლენ ტელევიზიები და გადაიღონ ეს პირობები. უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ეს გადასახადი ჩვენი გადახდილია და ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე ჩვენია. ეს თბილსერვისიც ჩვენ გვემსახურება და ეს მერიაც ჩვენ გვემსახურება. აქ არის ყველაფერი და ყველაზე მთავარი ამ გაგებაში. და ამ დასუფთავების გადასახადს, რომელსაც თქვენ იხდით ყოველ თვე 2-3 ლარს თუ რამდენსაც, იმ გადასახადით ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ვაკეთოთ, პური ვიყიდოთ ელემენტარულად. გარდა იმისა, რომ ვიღაცა გაზულუქებული, აბსოლუტურად გასნობებული ჩინოვნიკის ჯიბეში წავიდეს. ჩვენ უწევთ სამართლებრივ დახმარებას პროგრესის ცენტრთან ერთად, გაფიცულებს, რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი მათი დახმარების და ძალიან კარგია, რაც მეტი ადამიანი ჩაერევა და ორგანიზაცია ამ საქმეში, მით ფართოდ დაფარვა მიეცემა ამ თემას, ცალსახად, მით უფრო ნაკლებად მოგვერევა ამათი მუქარა. ეს მუქარა კიდე მართლა ზედმეტია. ყველაფერი რაც ხდება დღეს, იქ სამართლებრივ ჩარჩოებშია და იმდენი იურისტი მუშაობს მერიაში, რომ მარტივად შეუძლია კახი კალაძეს ეს კითხოს საკუთარ თანამშრომლებს. როგორც ყოველთვის, თქვენ სამსახურში აქედან ახლა მე გავალ სწორედ იქ ადგილზე ვითარების გასაცნობად, დროებით ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და დაიმახსოვრეთ, რომ სწორედ ჩვენია ეს ქვეყანა, სადაც თქვენ ხედავთ და ჩვენივე გამოსასწორებელი. ნახვამდის.